What's up YouTube? Salami ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები, დღევანდელ პოდკასტში იქნება ძალიან საინტერესო რაღაც გარკვეული მითების დანგრევა, დამსხვრევა, განადგურება და ასე შემდეგ. უბრალოდ ისეთი პონტი არის, რომ ჩემთვის ეს თემა ისეთ დონეზე არის უკვე რაღაცა ვარიანტში უკვე მობეზრებული, პრიმიტიული, რომ ფაქტიურად მე იგივე თემებს გავდიოდი, ალბათ მიახლოებით 18-20 წლის წინ. ამ თემებზე ცოტა ეს თემები რაც ახლა დღეს ვილაპარაკებ, რაღაც გარკვეულ მითებს ეგენი გამოდებული იყო მაშინ. ალბათ უფრო ერთი 2005-ში, 2006-ში და თქვენ ახლა ყველა მიცით დავაანონსე ვინც ჩემს სოციოლოგებს უყურებთ, რომ გავხსენით დარბაზი ქალაქ გურჯაანში. და შესაბამისად აქ ხალხი მოდიან, ჩვეულებრივ მოვარჯიშეები და მსგავსი შეკითხვებით ისევ ჩვეულებრივ მეკითხებიან მსგავს ვარიანტებს რა და შევესწრები რაღაცა გარკვეული მიახლოებით 1-4-5 იქნება 6 თემაც. განვიხილოთ დღეს ამაზე ვისაუბრო, ანუ ბევრი გარკვეული სტერეოტიპები არის თქვა, აი რომ მაგალითად დავიყენო პრესის კუნთები უნდა ვავარჯიშოთ უეჭველი პრესი. აუცილებლად რაღაც გარკვეული 15-20 წუთიანი ანაბოლური ფანჯარა იხსნება ვარჯიშის შემდეგ. ლოკალური ცხიმის წვა კალმა თუ ივარჯიშო მძიმე წონებით უეჭველი გადაიქცევა არნოლდ შვარცენეგერად და აი მსგავსი რაღაც თემები მოკლედ აი იქ მაქვს ამოწერილი. შევეხები დანამატებსაც, შევეხები ფაქტიურად აი უფრო მეტ ისეთ პრიმიტიულ რაღაცებს, რომ გთხოვთ და აი გეხვეწებით მსგავსი რაღაცებისა ნუგჯერად და ვინმე თუ კიდე ამას რა ვიცი, კიდე ნორმალური, რა ვიცი, ვინც თემაშია და ვინც პოპულარული ამას კიდე ბაზრობს, იმენა პროსტა ну აი საღოლ რა. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ისე დონეზე ეს პრიმიტიული, მაგრამ ჩვეულებრივი ხალხისთვის ახლა არა უმფამას ისე რა, ხო ახლა ჩვეულებრივი ხალხისთვის ეს კიდე რაღაცა თავში არის რაღაც სტერეოტიპები ჩახსოვილი. მოკლედ დღეს შევეხები ამ თემას. მოკლედ ესე იგი როგორი პონტი არის? პირველი ყველაზე მთავარი რაც არის, რასაც აღნიშნავ როგორ ფაქტორს ხალხი ვინც მოდიან პირველ რიგში რატომღაც ყველა უმეტესობა ვისაც თქვა ვიცნობ ვისაც არ ვიცნობ ყველა მეკითხება რომ სარბენი ბილიკი დარბაზში თუ გაქვთ. სარბენი ბილიკი მაქვს მიახლოებით 1-2-3 მაგრამ მოშორებული მაქვს აქედან და მიყრია სადღაც გარაში. და ახსენ რატომ? სივრცე გარკვეული რაც აქ მაქვს ძალიან დიდი სივრცე არა მაქვს მაგრამ გათვლილი მაქვს უფრო ისეთ ვარიანტში რომ ჰიბრიდ ფამპ იმიტომ დავარქვი რომ პირველი დარბაზის ზონა რაც არის სუფთა ფამპური ანუ არის იმენა აი ყველანაირი ტრენაჟორი ფაქტიურად რაც კი შესაძლებელია იყოს სხეულისთვის გარდა კარდიოსთვის. ახლა ჩემთვის რაღაც ზონა რაც მაქვს ახლა ასალტ ბაიკი მაქვს კლასიკული როუერი მაქვს სკიერგი რაც არის იმენა ხარტკორული ფაქტიურად კარდიო აპარატები და უმეტესობა მოდის ახლა ფაქტიურად და სარბენ ბილიკს ითხოვს. ახლა აგიხსნით როგორ რაღაცას ბიჭები. ბიჭებო თუ გოგოებო ვინც მიყურებთ თუ მივა საუბარი რაღაცას კარდიოს და რაღაცას სარბენ ბილიკს ფაქტიურად თქვენ თხოვლობთ იმისთვის რომ ცხიმი დაწვათ უნდა ხვდებოდეთ როგორ სიტუაციის. ყოველთვის პირველი წესი რაც კი არის აი ყოველთვის დარჩება ყველაზე ფიზიოლოგიური რაღაც გარკვეული მექანიზმი რომელსაც ქვია კიკოს მექანიზმი. კალორის in კალორის out. ანუ თქვენ სხეულს ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტიურად რამდენი კალორია მაგაში შევა და რამდენი კალორია თქვენიდან თქვა გარკვეულად რაღაცა პროცესები რაც არის ფიზიოლოგიური რომ უჯედება პროსტა ადამიანი ესე თქვა რო ცოცხლობს რაღაც რაოდენობა მაგაში რო იხარჯება თქვენ თქვა ადგებით წახვალთ რა ვიცი ივლით თქვა ვიღაცას მიეხმარებით ვინმე ბებოს თქვა რა ვიცი მაღაზიიდან პარკების მიტანას სახში რამდენ ენერგიას თქვა გაიღებს და რამდენ ენერგიას შიგნით თქვა მაგში შევა მაგის ბალანსი არის დამოკიდებული ცხიმის გარკვეულად თქვენ პროცენტულობაში გიმცირდებათ თუ უფრო შესაბამისად გასუქდებით მოგემატებათ. ამიტომ სარბენი ბილიკი ჩვენ თემაშია როგორ არის და რატო ფაქტიურად მესმის ამ ხალხის ეს გარკვეული რაღაცა ვარიანტი. ნებისმიერი ნორმალური სამოტივაციო ფილმი თუ არის ამ სპორტული თქვა რა ვიცი როკი თუ რა ვიცი რა თქვა იქნება ვანდამის ფილმებს უყურებს ვინმე და ასე შემდეგ ყოველთვის ხდებოდა გინდა მაიკ ტაისონს თუ უყურებთ დილით პერსონაჟი დგება, რა ვიცი თქვა, იხეხავს კვილებს, всё ის ფეხსაცმელს და მიდის იმდა სარბენად რა და მე სირბილი მაგრად არ მევასება. ახსენ რატომ? ვინც ფაქტიურად მოდის და წონის კლების ვარიანტში ფიქრობს რომ დაიკავოს სარბენი ბილიკით, ეგ არის ცუდი იდეა. ახსენ რატომ? როცა ადამიანის თქვა რაღაცა ფიზიკური წონა არის მაღალი, სახსარი ყოველს აქვს ან ინდივიდუალური. ვიღაცას თქვა აქვს ძალიან ბრუნებული მუხლები ვიღაცა თქვა რა ვიცი დაჟე წონით მიახლოებით 100-115-120 კილო დარბის არანაირი ნორმალური დაჟე ფეხსაცმელი არაცვია და მუხლები არ აწუხებს. მიახლოებით ვიტყოდით 80-90% ხალხს მიახლოებით 1-2-3-4 კვირის შემდეგ სირბილის შემდეგ მუხლები შეაწუხებს. ჩვენს ფსიქოლოგიაში დევს უბრალოდ ის რაღაცა გარკვეული ვარიანტი, რომ რახან აი იქ რაღაცა სარბენი ბილიკი ჩვენო გონია რომ სირბილი ასოცირდება უეჭველი ლამას სხეულთან, პრესის კუბიკებთან, გამძლეობასთან და ასე შემდეგ. არ არის მთლად მასე. ეგ არის ჩვეულებრივი ისეთი გარკვეული ფიზიკური აქტივობა, რომელიც ხარჯავს კალორიებს. მნიშვნელობა არ აქვს ორგანიზმი დახარჯავს თქვა კალორიებს, თქვა რა ვიცი, უხეშად ბურფის კეთებით თუ თქვა სარბენი ბილიკით.
მექანიზმი მხოლოდ სხვა არის. უბრალოდ ინტენსივობა. შესაძლებელია თქვა რაღაცა ინტენსივობაზე თქვა, როცა მიურბივართ აქტიურად, მიახლოებით, რა ვიცი, 10-11 კმ/სთ. თუ არის ტიპი მიახლოებით 100 კილო, შეიძლება დაიწყოს მიახლოებით, რა ვიცი, 450-დან 600 კალორიამდე. შეიძლება 1 საათში რა. შესაძლებელია 650 შეიძლება 700 მაქსიმუმ, მეტი არა. როცა თქვა რაღაცა ვარიანტში თქვა, იგივენაირ რო შევასრულოთ მიახლოებით 1 საათიანი ემომი, სადაც მაგალითად შევასრულებთ ყოველი წუთის დასაწყისში მიახლოებით 8 ბურბს მიახლოებით პლუს-მინუს იგივე რაოდენობა კალორიები დაიწובה. ანუ არანაირი მნიშვნელობა მაგას არ აქვს, რომელი თქვა რაღაცა გარკვეულ კარდიოაქტიურობას ვიზავთ. შეიძლება სახტუნაო იყოს, შეიძლება იყოს ბურფი, შესაძლებელია დაჟე იყოს პატარა მიკროსპრინტები თქვა რაღაც ასაუტ ბაიქზე. ყველას შინაარსი მხოლოდ ის არის, რომ ჩვენ ვარჯიშის პროცესში შევიქნათ კალორიების დეფიციტი რა და ამიტომ სარბენი ბილიკი ეგ არის უბრალოდ რაღაცა გარკვეული ისეთი პონტი, რომ აი არ არის საბეზალოვკა და შესაძლებელია სარბენი ბილიკითაც ხოშიერად მოხვიდე ადამიანი ცხიმის კლების ვარიანტში. რაც შეეხება უბრალოდ თქვათ, უფრო ჩემი განმოსახედით, რაც აკეთებენ გოგოები უფრო მეტწილად, ეგ არის სტერეოტიპული მიდგომა. უფრო მეტწილად იგდებენ თავს ძალიან რაღაცა გარკვეული ისეთ კალორიულ დეფიციტში. ეგ არის ძალიან დიდი სტრესი როგორც ფარისებულისთვის, ასე ჰორმონალური და ენდოკრინული სისტემისთვის. შესაბამისად, ზოგმა გონია ბევრს, რომ ცილა რომ მიიღოს დღეში უნდა ჭამოს მარტო 3-4 კვერცხი და ხდება როგორი ეფექტი, ანუ ჰორმონალურ სისტემაზე ხდება სტრესი, იმიტომ რომ კალორიებს არ იღებენ. მიდიან მარტო სამი ბილიკზე თქვა რაღაც ვარიანტში დარბიან, თქვა ისიც რა უნდა იბინოს, აი თქვა ახალმა მისულმა ქალმა თქვა თან დადიან და არ მოხდება მასეთი ვარჯიშებით ნორმალური სხეულის ესე ვთქვა გამკვრივება და ქალი რო გახდეს, რასაც ქვია სექსიან. ჩვეულებრივ აი უბრალოდ რაღაცა ვარიანტში მანდ მეტწილად უფრო დაიწყება უფრო კუნთოვანი ქსოვილი და უფრო სხეული გახდება რაღაც უფრო თითქოს აი მორბილო მოშობული. ამიტომ ჩემი განმოსახედით ყველაზე იდეალური ალბათ უფრო იქნება ქალისთვის თუ მივა საუბარი რაღაცა ვარიანტში. თქვა თან გინეკაცისთვის მიახლოებით 3 შესაძლებელია თქვა და რაღაცა თქვა 4 ნორმალური სესია თქვა კვირის განმავლობაში სადაც იქნება სრულფასოვანი დატვირთვა კუნთოვან ქსოვილზე ადეკვატური სწორი დალაგებული კვება და შესაძლებელია უკვე მაგის შემდეგ რაღაცა თქვა კარდიოაქტიურობა ბაზარი არ არის ყოველ დღე გინდას თქვა რა ვიცი 7000 გინდას 8000 გინდას თქვა იდეალში 10000 ნაბიჯი სიარული ფაქტიოთ აი ეგ არის უფრო რაციონალური ვარიანტი რაც შეეხება ამ სარბენ ბილიქს ეს არის რაღაცა გარკვეული ხუშტური პროსტა რაღაცა ფილმებიდან რომელიც ჩვენ გონია რომ რაღაც აკეთებს ასწავლს არაფერს ვაფშე არ აკეთებს და ეგ არის უბრალოდ რაღაც ისეთ ვარიანტში ეს შეიძლება ითქვას გასართობი პონტი რა ჯობია ნორმალურად თქვა დატვირთოთ კუნთოვანი ქსოვილები ნორმალურად ტონუსი მისცეთ კუნთოვან ქსოვილს ნორმალურად ქონეთ დალაგებული კვება და ჰორმონალური სისტემა რაც ყველაზე მთავარი ანალიზებს ხო ვაფშე არ ამდანაბარებს საერთოდ იმიტომ რომ რა ვიცი ჯერჯერობით ეს მოდა და ეთიკა ჩვენთან ვერ მოვიდა და უკვე მე შესაბამისად კარდიო რა და ამიტომ რაც შეეხება სარბენ ბილიქს სარბენ ბილიკი მე არის აი სვეჩი ძალიან მაგარი და რაღაცა მე სარბენ ბილიკი მაგრად არ მევასება ეხლა შესაბამისად შევეხები მეორე რაღაც გარკვეულ მითს ამაზე მინდოდა ცალკე რაღაც ვიდეოს გადაღება რა და პოსტიც მინდა რომ ჯიგრული დავწერო ანაბოლური ფანჯარა რომელიც იხსნება მიახლოებით 15-30 წუთი ვარჯიშის შემდეგ რაღაცა გარკვეული პორტალი იხსნება გარკვეული კუჭნაწლავში რომელიც პორტალიდან შეიძლება გახვიდე თქვა რა ვიცი galaktikაში თანოსთან რა ვიცი თქვა ითამაშო ერთი კაი ხელი Dota ახსნი მექანიზმს ზუსტად იგივე თემას ვაკეთებდი მეც მაგრამ მაგას შვებოდი მაშინ როცა ვიყავი მიახლოებით 14-15 წლის თქვენ რო ხდებოდეთ ეგ იყო მიახლოებით 2004-2005 წელი გასახდელიდან როგორც ვარჯიშს მორჩებოდი მიმქონა თან მაშინ პროტეინი რაღაც დიჟინები ვაფშე არ იყო მაშინ იყო პროსტა პროტეინი იყო ხაჭო იყო სადაც ალბათ ნახევარს მეტი იყო კრახმალი რა თქმა უნდა ხარისხო ხაჭო იყო ფაქტიურად რაც ხელთ იყო თქვა ბანანი ან ვაშლი რა როგორც ვარჯიშს მორჩებოდი აი ამოსულფული არ ამქონდა რასაც ქვია მიურბოდი და დროზე ვჭამდი მაგ სიტუაციას ეგეც არის მაგარი სტერეოტიპი თქვენ რო ხდებოდეთ ნებისმიერი რაღაც გარკვეული ჩვენ სხეულში რაც არის გარკვეული მეტაბოლური და სიგნალური გზები mTOR რა ვიცი ცილის სინთეზი ნებისმიერი რაღაც გარკვეული ანაბოლური პროცესები რაც მიმდინარეობს ეგ ვარჯიშის შემდეგ ეგ ყველაფერი მიმდინარეობს მინიმუმი 24-დან 48 საათამდე ორგანიზმს ვაფშე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ფაქტიურად არ აინტერესებს შენ იმ მომენტში რა შეჭამ და როგორ შეჭამ მნიშვნელობა აქვს გარკვეულად აი რამოდენიმე დღეს ვარჯიშის შემდეგ როგორ გააკეთებ როგორ სწორად აღიდგენ გლიკოგენს როგორ სწორად მიაწვი ამინომჟავებს რომელ ამინომჟავებს მიაწვი როგორ სახეობას მისცემ უფრო ნახში წყალს ყველაზე ალბათ ჩემი განმოსახედით ეხლა სტერეოტიპული რაც კი არის რაღაცა გარკვეული მიმდევრობა ერთ-ერთი
ალბათ ნუტრიციოლოგია. აი რაღაცა ველოსიპედს იგონებენ რა. აი რო რაღაცა ისაქნა უნდა მიიღო კივი, აი რო ბლა ის გააკეთო, უნდა მიიღო ჩიას ის, აი ზღაპრები რაღაცები და თუ თქვენ ხალხო გჯერათ რომ 21 საუკუნეში გარკვეულად თქვენ რაღაცა მიკროელემენტებს ეძებთ პროდუქტში, ეგ არის უზომო დიდი სტერეოტიპი. მიკროელემენტები თქვა დიანს ვავიღოთ თქვა რაღაცა გარკვეულად ან მაგნეზიუმი, ისე დონეზე არის თქვა, თან გინდა ბიჭგუფში ვიტამინები, ისე დონეზე არის პროდუქტებში ცოტა, რომ რაოდენობა რომ მივიღოთ, მაკრონუტრიენტები გახდება იმდენი, რომ დავსივდებით, ანუ სრულფასოვანი თქვა და მიკრონუტრიენტები დღის განმავლობაში ჩვენ გჭირდება რომ მივიღოთ. ნორმალურ კალორიების იმაში რაციონში ჩვენ ვერ ჩავიტევით, ანუ კალორიები დაგჭირდება დღეში მინიმუმი 4000, 4500, 5000 კალორია, რომ მივიღოთ ყველა მიკროელემენტი. ამიტომ აი ეს ზღაპრები რომ ჩიას თესლი, იქ უნდა ისაქნათ არაქისის ისა, ჯანსაღი ცხიმები, აი ეგ არის მაგარი ზეზეული, რასაც ქვია იმენა სტერეოტიპი. ყველანაირი გარკვეული პროდუქტი ყველა ადამიანზე მუშაობს ინდივიდუალურად. იმიტომ რომ რო ავიღოთ თქვა ვიღაც ტიპი რომელიც რა ვიცი იზრდებოდა აფრიკაში, ავიღოთ ვიღაცა ტიპი თქვა რომელიც იზრდებოდა რა ვიცი თქვა სამი კანადაში და ავიღოთ ვიღაც ტიპი რომელიც იზრდებოდა კახეთში და ბავშვობაში რა ვიცი მისდევდა თქვა ბებიას ან ბაბუას მისდევდა თქვა ვენახში და იქ ჭამდა თქვა ყურძენს პურით და ჩოლბრი ყველით არა, მაშინ უყალიბდებოდა ფერმენტატული სისტემა შესაბამისად თქვა რაღაცა გარკვეულად თქვა ხორბალზე, რაღაცა გარკვეულად თქვა ხორცზე და ასე შემდეგ. ჩვენ რო წავიდეთ და ჩავიდეთ თქვა ტაილანდში და რამე ეგზოტიკური ხილი გავსინჯოთ, დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ჩვენმა ფერმენტატულმა სისტემისთვის ეგ იყოს რაღაცა გარკვეულად შოკივით, ბოდიში და ტუალეტში დავიცალოთ მოკლედ რა, ხო ხვდებით და ვიღაცა თქვა შეიძლება ჩამოიყვანო აქ, ვისაც თქვა ცხოვრებაში ვაფშე არ აქვს თქვა გასინჯული ჩვენი აი თქვა ტრადიციული რაც არის საჭმელები, აი ჩაკაფული და მსგავსი რაღაცეები, კაროჩე თქვა არა ვიცი, გინდა თქვა რავი, რამე ნორმალური ყველია ჭამო და რაღაცა ტიპი გახდეს იმინა მაგარიცულად რა და ამიტომ ბლიაც აი ყველაზე კაროჩე უბრალოდ აი ყველაზე ალბათ უაზრო და ყველაზე პრიმიტიული აი ეს ნუტრიციოლოგიაზე რომ ბაზრობენ რაღაც თემებზე რა. ინდივიდუალური ყველაფერი, არსებობს 5-6 პროდუქტი ფაქტობრივად ყველაზე მიდის იმენა სვეტში რა. ჩვენ გვინდა ნორმალური კრახმალისებული ნახშირწყალი, სპორტსმენისთვის ეგ არის ბრინჯი და უიჭველი უნდა იყოს კარტოფილი რაციონში. იმიტომ რომ კარტოფილი განსაკუთრებით იმათთვის, ვინც გამოიყენებს ფეცებს, ან თქვა ვინც არის tier T-ზე, იმიტომ რომ როცა ვართ ჩვენ tier T-ზე, უფრო სოდიუმის შეკავება გინდა არ გინდა ფიზიოლოგიურად ხდება უფრო მეტი და რომ მოხდეს ნორმალური ბალანსი, უიჭველი საჭიროა პოტასიუმი. პოტასიუმის ყველაზე იული გზა და ყველაზე იაფიანი გზა ეგ არის ყოველთვის კარტოფილი. კარტოფილი, ბანანი. ეგ უნდა გქონდეს უიჭველი რაციონში. დანარჩენი კლასიკა, ქართველები ვართ და რა ვიცი, ვინც კი შესაბამისად ჩემი პაკალენია ხართ 90-იანები, რა ვიცი, მე ბავშვობაში საჭმელი და რაღაცა მაშინ ძალიან ჭირდა იყო ჩოლბრივ. ყოველთვის იყო პური, ყოველთვის იყო მაკარონი, ანუ ფაქტიურად მელისშად გინდა პურს და გინდა მაკარონს. იდეალურად ვირგებ, იდეალურად ვინელებ, იდეალურად გზნობ რო გლიკოგენით ვივსები, თავს გზნობ ვაფშე იდეალურად. აი ეს რაღაც ზღაპრები, ჩიას თესლები, დილით მოყრილი, შურის ფანტაზე, აი ის ის კინოები და რაღაცები. ეგ არის ყველაფერი პროსტა პონტი. პონტი რომ ნუტრიციოლოგიას ეს პონტები ყველაფერი უნდა გაიყიდოს, რომ მაგაზე გაკეთდეს მაყუთი. ყველაფერი უკვე დიდი ხანია მოგონილია და ყველაფერი უნდა მოძებნოთ თქვენ თვითონ, რაც შეეხება იმენა კვებას. აი კვების რაციონს რო ვიღაცამ თხოვს თქვა რომ დამიწერე, უწერ, პროსტა რამოდენიმე რაღაცა გარკვეულ ასპექტებს აქვს მნიშვნელობა. მინერალების ბალანს და всё, მანდ არაფერი განსაკუთრებული არ არის. ყველაფერი ინდივიდუალური. იგივე როგორც ხორცი. აი მაგალითად რო ავიღოთ თქვა ძროხის ხორცი, მჭლე, მე მყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან მაგარ ჯანზე არიან და შეუძლიათ თუ საღამოს დაჯდნენ და აი წვეთში გეუნებით 9 კილო 600-700 გრამი კილო ხორცი აიღონ, ძროხის ხორცი, რო ხარშავთ შესაბამისად მე რაოდენობა თქვა იკლებს ჭამენ და მეორე დღისთან ხუშიან ჯანზე. მე ეხლა ხანს მოხდა სიტუაცია, რომ ალბათ საღამოს დედაჩემმა მოიტანა მეგონი ძროხის ხორცი და მიახლოებით ალბათ 500 გრამი შევჭამე. აუ, ვერ დავიძინე იმ საღამოს. ისეთი სიმძიმე მომცა და მეორე დღის ვიყავ ისეთ დანგრეული, რომ ის ხორცი მედულ კაროჩი ალბათ 1-7-8 საათი მინიმუმი კუჩი რა და ყველაფერი რაც კი შეეხება თქვა რაღაცა გარკვეულ ამანაბულურ რაღაცა ფანჯრებს და რაღაცა თქვა კვების ვარიანტებს, ყველაფერი ეს ინდივიდუალური, ყველაფერი ეს ამ პრიმიტიული. უფრო თუ შევეხებით თქვა ვარჯიშის შემდეგ დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის უფრო გლიკოგენს, იმიტომ პრიორიტეტში ორგანიზმის სულ ფეხებზე კიდე ჩვენი კუნთები და ასე შემდეგ. ჯერ პირველ რიგში უნდა იყოს ნორმალური რაოდენობა გლიკოგენი ღვიძლში, მარაგი უნდა იყოს შაქარი სისხლში სტაბილური, რომ ტვინისთვის ესე ვთქვათ, ნერვული სისტემისთვის შაქარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, გინდას მცირე რაოდენობის თუ არის საჭირო. და უკვე რაღაცა ვთქვათ, აი რომ დაიწყოს უკვე რაღაცა ვთქვათ, რეგენერაციული ანაბოლური პროცესების სწორედ მიმართვა, უკვე ცილებს და ამინომჟავებს აქვს მე მნიშვნელობა, რომ იყოს ბალანსში. კიდე ერთი გარკვეული ნიუანსი, როცა ჩვენ ვივორჩებთ ნორმალურად ვთქვათ, ქონა ფეხების დღე, ვინც კი ბიჭები კაჩაობთ და ვინც თემაში ხართ, ვის ვთქვათ, აი გამოდიხართ შეჯიბზე და ვინც ცოტა ვთქვათ თემაში ხართ, მძიმე ფეხების ვარჯიშის შემდეგ
ხდება მაგარი სტრესი, მაგარი შოკი ხდება ფაქტიურად. პლუს ფეხები ბუდიში ვიღაცას თქვა აი ესეთი ბაყობი რო აქვს და რა ვიცი სხეულის არის მიახლოებით 40% აქვს ფეხებში, მად სისხლი გარკვეულად წასული არის შესაბამისად კუნთებში და ისეთი შოკი აყახუნ მომხდარი რომ ჩვენ რო ეგრევე წავიდეთ და ეგრევე ჩაყარა დავიწყოთ მუცეში თქვა გარკვეულად რაღაცა პროდუქტის, ეგეც არ იქნება რაციონალური, იმიტომ რომ ფერმენტატულ სისტემასაც სჭირდება რაღაცა გარკვეული შემზადება რაღაცისთვის. დაიცადეთ, ამოისუნთქეთ, მიიღეთ ელექტროლიტები, თუ გინდათ მიიღეთ სითხობრივი ნახშირწყლები, რომ როგორც ვილაპარაკობდი თქვა რაღაცა გარკვეული გლიკოგენი წავიდეს ღვიძლში. რომ ღვიძლში სანამ არ გაივისება გლიკოგენი კუნთებში არ წავა მაგის სულფოსფონი აღდგენა. ამიტომ ჯობია რომ თქვა ვარჯიშის შემდეგ ცოტა ამოისუნთქოთ, სვათ სითხოვანი ვარიანტები და ცოტა უკვე ბონზე რომ მოხვალთ და რომ შეატყობთ რომ ქშიათ აიღოთ მაგალითად, რა ვიცი თქვათ, ორი ბანანი თქვათ, გინდათ ერთი ვაშლი, რავი, ნებისმიერი ხილიც იმიტომ რომ ხილი შეიცავს ფრუქტოზას. ფრუქტოზა შეუძლია მარტო გლიკოგენის აღდგენა ღვიძლში. ამიტომ რაციონალური არის ღვიის დამატება ხილის უფრო ვარჯიშის შემდეგ და არა ის რომ საღამოს რო არის ხოლმე ტრადიციულად რომ ვეჭვი რამე კერძო შეჭამეს, მე კიდე ხილი უნდა ისაქნან და მე კიდე ვერ გაუგიათ ისგან სივდები. ხილი ასიებს გეუნებით სვეტში რომ დიდ რაოდენობა ხილს ნუჭამთ. იკმარეთ დღეში მიახლოებით 2-3 რაღაცა გარკვეული ხილი და უმჯობესია ვარჯიშთან თქვათ უფრო შემდეგ ან თქვათ გინდა იყოს თქვათ ვარჯიშის წინ რაღაც სნაკის ვარიანტი გინდა თქვათ რა ვიცი თუ ვისაც შეբერილობას არ გიწევთ თქვათ ვარჯიშის წინ თქვათ ბანანი იყოს ვისაც თქვათ შებერილობას გიწევთ შეგიძლიათ წვანევაშთან კივი თქვათ არამედ თქვათ ისინი ჭამოთ აი მარწვეული და კენკრეული რო არის ამიტომ ვარჯიშის შემდეგ ეგეც არის მაგარი სტერეოტიპი თავარია ყოველთვის გლიკოგენი უფრო მეწილად და ანაბოლური პროცესები და რაღაცა გარკვეული კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციული პროცესები არის ხანგრძლივი პროცესი. არავითარი ბლядь 15 წუთი 9 საათი და 1 საათში ვაფშე არაფერი განსაკუთრებულს თქვენ ვერ მოვასწრებთ და იქ რაღაცა ფაჯარა და პორტალი არ იხსნება. ჩვეულებრივ ადამიანურად ამოისუნთქეთ, რაღაცა თქვა შეგიძლიათ ჟიტკი ვარიანტი წაიღოთ. ბაზარი არ არის, როგორც თქვა პროტეინი, ეს მარკეტოლოგები რო ჩვენ გვთავაზობენ ფაქტიურად ყველაზე პრიმიტიულ რაღაცა ვარიანტს, აი რომ ცილა უნდა მიიღო ვარჯიში. ეგ არის ზეზეული პიზიოში. თუ რომელიმე სკოლაში კიდე თქვა საქართველოში ასწავლით რომ იმენა ვარჯიში რო დალიოთ პროტეინი, ეგეც სტერეოტიპია. ამოიღეთ ეგ, მაგას ნუ ასწავლით. შეასწავლეთ უფრო ის ვარიანტი იყოს კომბინაცია ყოველთვის თქვა ვარჯიშის შემდეგ. რაღაცა მცირე რაოდენობა ნახშირწყალი გინდაც იყოს მიახლოებით 30, 40, 50 გრამი. და მე შესაბამისად თქვა პროტეინი, ან მიქსი ერთმანეთში. რომ წავიდეს თქვა რაღაცა გარკვეული რაოდენობა თქვა, რაც ენერგია ჩვენ დავხარჯეთ ენერგიის აღდგენაში და უკვე მე შესაბამისად ცილები წავიდეს კუნთებში ამინომჟავების სახად აღდგენის ვარიანტში. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვიღებთ სოლო გარკვეულად თქვა ცილას, არსებობს პროცესი ქვია გლუკონეოგენეზი. როცა ამინომჟავები გარდაიქმნება ენერგია არ არის სწორია თქვენ პროტეინს რო ყიდულობთ თქვა თან ახლა პროტეინი ყის ცეცხლის ფასი ნორმალური პროტეინი ყის მიახლოებით 300 ლარი რა აი რო ავიღოთ 2 კილო 200-იანი რაც არის 5 lbs გამოიყენეთ სწორედ წაიღეთ თქვა ბანანი და ბანანთან ერთად შესაბამისად დალიეთ ვარჯიშის შემდეგ მოსულა და მე უკვე დღის განმავლობაში და კიდე 48 საათი და კიდე ზევით გააგრძელეთ სულფასოვნად იმ რაოდენობა და იმ მაკროსის რაოდენობის შევსება, როგორც თქვენთვის არის კომფორტული და თქვენთვის არის გამოთვლილი. სტერეოტიპი კიდე რაც არის ძალიან მაგარი ზეზეული, რაც ბოლო ხანებში უფრო ახალ-ახალი კვლევები იჩნდება, ცილა ბევრი არ არის საჭირო, ვინც აი ბლядь, ყველაზე აი ხდებიან ტიპები, короче, რა, რომლებსაც თან ლაიქებს აგროვებენ, просто გიждები რა, ეს ვინ 1000 ლაიქები, 800 ლაიქები, 500 ლაიქები აქვს აგროვებენ და ბოდავენ. ყველაზე მთავარი ის ვარიანტს ბოდავენ, რომ ვერ გაუგიეთ პირველი ფიზიოლოგია. თან ახლა ამ ტიპებს, короче, გაუშვათ ეს ჩატს თან ხო ლოგიკურია, შენ უნდა მოგივიდეს რაღაც ისეთი აზრი, რომ შენ კითხო რაღაც სხვა რამე, ვიდრე რაღაცა ჩვეულებრივი პრიმიტიული, იმიტომ რომ რასაც იმას შეეკითხები, ის შესაბამის ფორმატს შემოგთავაზებს და ყველაზე დებილური, короче, რაც კი გამიგიან ბოლო ხანებში ის, რომ ნახშირწყლებს როცა ამობენ, რომ მიახლოებით, რა ვიცი, ნახშირწყლების ეკვივალენტი თქვათ, ცილა მიიღეთ უხეშად, თქვათ, 100 კილორი ტიპი მიიღეთ 2 გრამ ნახევარი, 3 გრამ ნახევარამდე 3 გრამი პოლი პიზდეცი. ცხიმი უხეშად, რა ვიცი, 0.5, 0.7, მათ კიდე რაღაცა თქვათ ფიზიოლოგიასთან ახლოს ვართ და დანარჩენი თქვათ რაღაცა ძალიან მცირე რაოდენობა, მხოლოდ ვარჯიშის წინ, ან თქვათ რაღაცა რაოდენობა თქვათ ვარჯიშის დროს, ნახშირწყლები და რაოდენობას რო ვისმენ 50, 60, 70 და 100 გრამ ნახშირწყალს და ამასობაში ხედავი კუთხეში რომ აქვს ადამიანს უყურებენ ხალხი კომენტარები აქვს და 800 და 700 ლაიქი აქვს, გული მწყდება, იმიტომ რომ აგიხსნით ძალიან მარტივ და აი შეგიძლიათ თუ ვიღაცას თუ რა ვიცი თქვა და ვინმე ამას ამოჭით ამონაკვეთს და თქვა რაღაც ვარიანტი ან ნეგამომიგზავნით ან თქვა გააზიარებთ ძალიან მადლობელი დაგრჩებით აგიხსნით მექანიზმს წონის კლების ვარიანტი შეუძლებელია ნორმალურად და სულფასოვნად და შეუძლებელია ადამიანმა იგზნოს თავი ენერგიულად თუ არ მუშაობს ნორმალურად ფარისებური ჯირკვალი თქვენ რო ხდებოდეთ ნორმალურად რომ იყოს TSH-ი ზოგადად
კონსულტაციებზე ჩემთან ხალხი ვინც მოდიან, უმეტესობა ბიჭები ვინც არის სპორტსმენები, თან ჰარდკორში ტიპი, ყოველს მაღალი აქვს, ანუ ფარისებური მუშაობს, დატვირთვით. გააჩნია ადამიანი თქვა, ეგ იქნება ინტენსიური სპორტი, ეგ იქნება რაღაც უჭმელობა, ეგ იქნება რაღაც გარკვეული თქვა, აი ქრონიკული სტრესის განმავლობაში. პლუს ყველაზე მთავარი რაც არის, ძალიან ბევრს აქვს თავისუფალი ტესამი, რომელიც არის ყველაზე მეტაბოლური გარკვეული რაღაცა ჩვენი მექანიზმი, ყველას აქვს დაბალი. და აქვს მექანიზმს, რომ ნორმალურად იმუშაოს ფარისებულმა ჯირკვალმა და მოხდეს ნორმალური კონვერსია T4-დან, T4 თავისუფლიდან მოხდეს აქტიურ T3-ში ფაქტიურად თავისუფალში. ჩვენ გვინდა ნორმალური რაოდენობა ნახშირწყლები. მანდ პროსტა აი ყველაზე დიდი და ყველაზე დიდი პრიმიტიული კაროჩი და ყველაზე ისეთი გარკვეული სტერეოტიპი რაც არის, დაბალ ნახშირწყლოვანი შესაბამისად დიეტები და მაგიებზე დაკლება. ცილა იყო კვლევები რომ აი 2.5-ზე ზევი და 2.2-ზე ზევი 2.5 ისიც ქიმიკოსებზე იყო საუბარი. ჩვეულებრივი ადამიანებისთვის მიახლოებით 2 გრამი მაქსიმუმი 2.2 გრამი კილოგრამზე მეც პროსტა ვერ შეითვისებს შენ. მეტი უფრო მიდის ოქსიდაციაში, მეტი უფრო მიდის გლუკონეოგენეზის ხარჯზე, როგორც თქვი შესაბამისად ენერგიაში და ვაფშე არანაირი სარგებელი ვაფშე არ მოაქვს. და ნახშირწყალი გვაძლევს როგორც ნორმალურ შესაბამისად გარდაქმნას T4-დან T3-ში და ნორმალურ მეტაბოლიზმს, ნორმალურ ენერგიულ ფონს. ყველაზე კიდევ მთავარი ნიუანსი, ნეირომედიატორების რაღაცა გარკვეული მექანიზმზე ვაფშე საქართველოში არ ლაპარაკობს. აი, ამას მიხვდებიან ბოდიბილდერი ბიჭები, ვინც ხშირად გამოდიან სცენაზე. როცა ბოლო ეტაპზე ძალიან აკლებენ ნახშირწყლებს თქვა, აპირიქით თქვა, შეჯიბრავდნენ, რა ვიცი, ერთი კვირით ადრე აკლებენ ნახშირწყლებს, რომ მე შესაბამისად ნორმალურად შეივსონ, არიან ის ბოლო ხანები, გარდა იმისი, რომ თქვა, ადამიანი არის არაენერგიული, არის დეპრესიული და ახსნი რატო სეროტონინის დონე რომ გქონდეს ჩვენ ნორმალური საჭიროა მანდაც ბლედ ნახშირწყალი. ანუ ადამიანი თუ დეპრესიულია და რაღაცა რატო არის თქვა, რომ აი ადამიანი თქვა დიეტებზე გოგოები ვინც არიან, აი რაღაცა ვერ არიან ხოძე, აქვთ მერე დეპრესია და ბახურად დარღვევა და როგორც გაძღებიან ბოდიში დარღვევით თქვა შოკოლადებით, ტორტით ან ტკბილეულით, მეორე დღეს თითქოს კაი ხალისებოდნენ, იმიტომ რომ სეროტონინზე მოქმედებს ნახშირწყლების, ამიტომ ყველაზე დებილობა და ყველაზე არასწორი ნაბიჯი ის კლების პერიოდში, ნუ დააკლებთ ნახშირწყლებს მიახლოებით 1.8 გრამზე ქვეშ. ნუ 100 კილო ხარ 200 გრამ ნახშირწყლებზე. თავარი არის ენერგიის განახარჯი დღის განმავლობაში. ნუ შეჭამთ ბევრ ცილას, პროსტა არ არის საჭირო. დაწიეთ ცხიმები მიახლოებით 0.5-ზე ბაზარი არ არის, მაგრამ ნახშირწყლებს ნუ შეამცირებთ. თუ კიდევ თქვა ეს ვარიანტი გინდათ რომ დატესტოთ, ძალიან პრიმიტიული. იშიმშილეთ, იყავით მაგ რეკომენდაციებზე, იყავით 50, 70, 80 გრამ ნახშირწყლებზე, ჩააბარეთ მიახლოებით 1-2 თვეში TSH-ი, ჩააბარეთ T3 და T4 შესაბამისად თავისუფლები. ყველაზე მთავარი პრიკოლი რა ხდება კიდე? არის კიდე რევერსიული T3 შესაბამისად, როგორც ხალასტოი. ანუ ეს T3 რომელიც არის თავისუფალი, ეგ არის ქვევით და აბასობაში იწევს რევერსიული T3, რომელიც არის ვაფშე არაფის მომტანო, ხალასტოია ფაქტიურად რა და ხდება არაფიზიოლოგიური პროცესები. ამიტომ ისეთი თემა არის, რომ ზოგი რასაც ბევრს ლაპარაკობს, ძალიან უყურს ყურს თლად უნდა უგდებთ. ანუ ყოველთვის უნდა იყოს რაღაცა გარკვეული ნორმალური ბალანსი. ესეთი გარკვეული ფაქტიურად აი გაიდივით გამოვიდა ვარჯიშის შემდეგ რაღაცა გარკვეულად ფანჯარებზე, აი სრულფასოვნად რაც ინფორმაცია მე ხა ვილაპარაკე, ეს არის ძალიან ისეთი აი საჭირო ინფორმაცია რა და თუ ვინმე ამოჭრით, მადლობელი დაგჭირით. სხვა კიდე მითი რაც არის, რაც მკითხეს მიახლოებით 1-2 მაკაცმა, რომ აი იმაზე ვარ გატეხილისა რა, თქვა, რამდენჯერ თქვა ჭამო და მითქე რავი, კლასიკურად რავი, ყველაზე ოპტიმალური რაც არის ალბათ, დღეში მიახლოებით 3-ჯერ. რავი, შეიძლება შუალედში გქონდეს ერთი წელი ხილი რაღაცა თქვა, ან ორი წელი რაღაც სნექის ვარიანტში რა თქვა, ან პროტეინ შეიკი რა და რასაც გიო აი ვიღაცა ტიპს უყურე, აი ის ბაზრობს, კაროჩე რომ დღის განმავლობაში უნდა ჭამო დატეხილი ყოველ საათნახევარი 2 საათში ერთხელ რომ მეტაბოლიზმი შესაბამისად ააჩქარო და პოლნი პიზდეცი მანდაც რა. თან რაღაცა ვარიანტში ვიძახი რომ ეხლა აი მაინც ვერ გაიგებს ნორმალურად ეხლა რომ დავიწყოთ ან ნახაჯო, თან ისე მაქვს ხომ ეს ენერგიის ლეველი დღის განმავლობაში გაქლიო კლიენტურა მის ახედი მყავს. ოჯახი, ჩემი ვარჯიშები პლუს რაღაცა სწავლის იმაში ვარ რა და არავე უნდა ეგ არის მაგარი სტერეოტიპი და მეთქი ამას თქო დავიმახსოვრებ და უეჭველი გადავიყებ მეთქი ვიდეოს და მე მიყურებ თქო რა. ეგეც იგივე სიტუაცია, ეგეც სტერეოტიპი არის. ორგანიზმს ვაფშე არანაირად არ აინტერესებს, არანაირი მნიშვნელობა ვაფშე არ აქვს. შენ შეჭამ დღეში 8ჯერ, შეჭამ დღეში ფაქტიურად რავი 16ჯერ, შეჭამ დღეში მიახლოებით 3ჯერ. მე ვიცი ჩემი მეგობარი, რომელიც აი არანორმალური ფორმა აქვს გაკეთებული ბოდიბილდინგის შეჯიბზე, დღეში ჭამდა ხოლმე 2ჯერ და ქონა ხოლმე ერთი შეიქერი. ისევ მათ მექანიზმი მთავარი უბრუნდებით. კალორიები რამდენი შემოდის, ამდენი თვეში გადის და ეს ყველაფერი ფაქტიურად მეც გავლილი მაქვს. მეც ვჭამდი ხოლმე დღეში 5ჯერ,
6-ჯერ შესაბამისად. ხდება კიდე როგორი ფსიქოლოგიოთ არის ზართული, არაკომფორტული, ზოგ სამსახური აქვს, ზოგ შისა აქვს. როგორც უყურებ რომ შეხსენება მოგივიდა რომ უნდა ჭამო და თქვა რაღაცას ადამიანს ელაპარაკებია, ვიღაცასთან ამის ბაზრობ, ამის საქმეს აკეთებ ფაქტიურად არა. ნერვებზე მოქმედებს, ანუ ხდები აი ნერვოზული, რომ აი ნახა ვერა, ესე იგი რეჟიმს ვერ მიყვები, ესე იგი რაღაცა ვერ იქნება კარგად და ყველაფერი ნაბრალო იმას. სტერეოტიპია ეგეც ბიჭები. გაანაწილეთ რაციონი ჩვეულებრივ ისე როგორც იყავით მიჩვეული იმ ტაიმინგით, იმიტომ რომ ტაიმინგსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ფერმენტატული სისტემისთვის, რომ ეხლა ორგანიზმი არის მიჩვეული, თქვათ 25 წელიწადი, რომ თქვენ დილით საუზმობთ უხეშად 9 საათზე, მერე უხეშად თქვათ შესვენება გაქვთ, რა ვიცი, თქვათ სამსახურში და პირველ საათზე თქვათ ან 2 საათზე უნდა ჭამოთ და მერე საღამოს ბოლოს ვახშმობთ მიახლოებით, რა ვიცი, 7 და 8-ზე. ჭამეთ მასე ჩვეულებრივ, უბრალოდ კალორიების თქვენი ნორმა რაც არის, თქვენი მაკროსი რაც არის, მოაქციეთ მაგ ფარგლებში. დილით თქვათ ის ნორმა ნახშირწყლების უფრო რომ თქვათ ენერგიულად იყოს, საღამოს უფრო თქვათ გადაიტანეთ ცოტა ცხიმები და უფრო ცილები დიდი რაოდენობა. всё, მორჩა. მაგას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია კვირის განმავლობაში, 2 კვირის განმავლობაში, 1 თვის განმავლობაში კალორიების რაღაც გარკვეულ დეფიციტს, რასაც თქვენ გააკეთებთ, შესაბამისად თქვენი ორგანიზმი აიღებს თქვათ თქვენი ცოტა ცხიმოვანი თქვათ გარკვეულ რაღაც უჯრედებიდან, ცოტა კუნთიდან რაც აიღებს გინდა არ გინდა და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც ზეზეული მითი არის. თავარი არის ყოველთვის კალორიების დეფიციტი, პროფიციტი. რას შევეხო ხა ვიძახი, ბევრი მაქვს საქამოწერილი, ძალიან გამეწელა საუბარი და ვიძახი 30 წუთში მინდა რომ უეჭველად შავეტიო. ნიუანსი კიდე, როგორი, ყველაზე კაი, ერთი ნიუანსი კიდე. თუ გინდა რომ პრესი დავიყენო, თუ ეჭველი პრესი უნდა ვაკეთოთ ყოველ დღე. არა ეს ეგეც მასე. კონთუარი ქსოვილი, რაც არის ფაქტიურად ფიზიოლოგიურად. მუცაზე იგივეა, როგორც ბლეად აიგებ ბიცეპსზე, ანუ იგივეა ფაქტიურად და ჩვენ რო ხო არ ვაკეთებთ თქვა ბიცეპსი რო გავზარდოთ ჩვენ ხო არ ვაკეთებთ ყოველ დღე ბიცეპს. შესაბამისად არის პრესი მასე. просто პრესი უბრალოდ პატარა კუნთი რო არის, როგორც თქვა აი წვივი და რო ავიღოთ თქვა რა ვიცი, აი ფეხები, სადაც მეტი ქსოვილები არის, ხორცისა და უფრო მეტი არის. რაღაცა გარკვეულ ვარიანტში შეიძლება ისე თქვას რომ დროის ხანგრძლივობა თქვა დატვირთვის შემდეგ უხეშად თქვა ფეხებს თქვა ჭირდება მეტი ხანი ვიდრე პრესს, მაგრამ ყოველ დღე მაინც არა. თქვენ კუბიკები რომ ნორმალურად გამოგიშთეთ თქვა პირველ რიგში უნდა გქონდეთ დაბალი ცხიმის პროცენტულობა, ანუ რაც ნაკლები ტყავი რაც იქნება უფრო თხელი გადაკრული გარკვეულად თქვენი პრესის კუნთებზე მით უფრო ვიზუალურად ჩვენ დავინახავთ, მით უფრო გამოჩნდება და ყველაზე ოპტიმალური იქნება კვირაში მიახლოებით H3, H მაქსიმუმი 4 ჯერ და არ არის საჭირო რომ ჯდებიან ტიპები და დღეს 500 პრესი გავაკეთე, დღეს 1000 პრესი გავაკეთე, ვიძახი ნახვია რისთვის. ეს ჩვეულებრივი კუნთი არის. იმასაც ჩვეულებრივი იგივე გარკვეული მექანიზმები სჭირდება, რაც თქვა ბიცეპს, მკერდს. კლასიკა რა, 1-20-25 წამიდან 40 H50 წამამდე დატვირთვა. გააკეთეთ თქვა, აიღეთ თქვა, გინდა თქვა, ხა მე რასაც უბერავ კროსფიტს, მანდ არ არის გიპერტროფიაზე საუბარი, მანდ არის სხვა რაღაც გარკვეული მექანიზმი, მანდ არის პერფორმანსი, მე შეიძლება თქვა, აი GHD რო არის პრესი, GHD გამიკეთებია ვარჯიშზე 120-150 200 თოუს თუ ბარი ფეხების მიტანა, მაგრამ მანდ არის უფრო აი რაოდენობა შენ ჩათვალო, ეგ კროსფიტია და თუ მივასაუბარი და გინდათ ლამაზი პრესი, გააკეთეთ კვირაში მიახლოებით 2-ჯერ, ან თქვა 3-ჯერ, 2-3 მოძრაობა, გინდათ თქვა ბლინით, ან გინდა რაღაც დამატებითი წონით, რომ გაგიჭირდეთ მიახლოებით 25 წამზე უხეშად, 30-35-40 წამი გააკეთოთ, მაგით მოხდება ნორმალური სტიმული კუნთებისთვის და დანარჩენი უკვე დაალაგეთ თქვენ რაციონი, ნუ ჭამთ კალორიების პროფიციტში, ნუ იქნებით, ანუ იყავით დაბალი ცხიმის პროცენტულობით და შესაბამისად გექნებათ ეგ ბედნიერება. გაიხდით, გამოგიშთებათ, ან ცხიმი იქნება ცოტა, გარედან პრესის ხორცი იქნება ცოტა ნორმალურად შევსებული, დაგეტყობათ, ანუ ხორცი იქნება შესაბამისად. და გექნებათ ეგ ბედნიერება. ამიტომ რაც შეეხება ფაქტიურად მაგნიუმს, ეგ არის ამასობაში ალერგია მაგრად იმიდან ბრედავს ბოდიში. და ეხლა აუქცი კიდე იქნება ძალიან მოკლედ. გადავახვიო რაღაცა ვარიანტში და კიდე რაღაცა ბარემ ვთქვა ფაქტიურად. გოგოებზე ვიტყვი ამ სიტუაციას. გოგოებზე ვიტყვი ბოლო ვარიანტს. გოგოები მეკითხებიან, რომ ვაიმე არავით შემთხვევაში არ მინდა რომ გადავიკუნთო. გოგოებო აგიხსნით მექანიზმს. ძირითადი ფაქტიურად ჰორმონი რომელიც გაგონსხვავებს ჩვენ ამ ბრუტალობით აი ამ იმით შესაბამისად გინდა ძვლებით, გინდა კუნთოვანი ქსოვილით, გინდა თქვა აი დრაივის ცხოვრებით და გინდა შესაბამისად თქვა გარკვეულად თავის აი წვერი რაც გვაქვს, თმა, თმიანობა ეს აგრესია და ეს დრაივი, ეგ არის ტესტოსტერონი. ქალს აქვს დაბალი მიახლოებით თავი, შეიძლება 1-15-20 დაბალი აქვს. ქალი ფიზიოლოგიურად შეუძლებელია რომ თავის გარკვეულად ჰორმონალურ და ენდოკრინულ ფონზე ყველაფრის გარეშე ვაფშე აი არანაირი სტიმულაცია არის თქვა გოგოები. მე მყავდა ერთი გოგო, რომელიც ოლიმპიადას გავიდა მეორეზე ბირთვის როლაში. და იქ ჩვენ შესაბამისად აი სცენარები ქონა ძალიან ბევრი. სცენარები რომლებიც მოქმედებს თქვა ეგდისტერონის მსგავსი რაღაცეები.
მაქა და რაღაც მასტიღაცები. მაგების გარეშე თუ ხალი უბრალოდ გენეტიკური მუტანტი არ არის და უმეტესობა გენეტიკური მუტანტები გოგოებო თქვენ არ ხართ, ჩოლობრივი გოგოები ხართ, შეუძლებელია რომ გადაიკუნთო. როისაც თქვენ უყურებთ თქვა გინაც ფიტნეს ბიკინი, გინაც ქალების ბოდიბილდინგი. ქალების ბოდიბილდინგში, რასაც ქვია, იქ არის იმენა სრულფასოვანი ფარმაკოლოგიური კურსები აქვთ ქალებს, ტესტოსტერონიც აქვთ და ჩოლობრივ სხვა გარკვეული სტეროიდებიც. ჩოლობრივი ციკლები აქვთ როგორც კაცებს. აქვთ დისჰორმონი თირიოტროპულ ჰორმონებთან დარეული და ასე შემდეგ. ამიტომ თქვენ რასაც მაგას უყურებთ, ეგ არის შეუძლებელი ჩოლობრივად და ფიზიოლოგიურად. ნიუანსი ერთადერთი, რასაც ფაქტიურად გაუსმევდი ხაზს, გირჩევთ რომ მაინც უეჭველი აკეთოთ ნორმალური ვარჯიშები კუნთუმან ქსოვილზე, ანუ უეჭველი ჩოლობრივ, რა ვიცი, აი უხეშად რომ დაყოთ მაგალითად ვფიქრობ ქალისთვის იდეალური სპლიტი ალბათ იქნება ზედა ქვედატანი იქნება ნორმალური პონტი რა. ზედა ქვედატანი გინას თქვათ კვირაში, რა ვიცი, გინას მიყოლებული თქვათ დღე-გამოშვებით, გააჩნია ვარჯიშების ინტენსივობას, ხანგრძლივობას და სწორად უნდა იყოს განაწილებული მისვლები კვირის განმავლობაში. დანარჩენი ქალისთვის თუ მივასაუბარი, უნდა მივიღოთ ნორმალური რაოდენობა შესაბამისად ცილები, მე არ მინახია ჯერჯერობით არც ერთი რაციონი ქალის, ვისაც თქვათ აქვს ნორმალურად მიახლოებით აი 1.3-1.4 გრამი მაინც ცილა კილოგრამზე, ქალებისთვის აბიზოლოვკა არის ცხიმები, აი უეჭველი ძალიან მნიშვნელოვანია, კაცისთვის კიდე არა უშავს ის ვარიანტში, ცხიმები უნდა იყოს და შესაბამისად ნახშირწყლები განაწილებული ეგეც ბალანსში რა. დანარჩენი ყველაზე მთავარი გოგოებს რაღაცა თქვათ რჩევის ვარიანტში, რასაც მივცემდი, ფარისებულია ყოველთვის ყოველას დატვირთვის ქვეშ, იმიტომ რომ კაცზე რამე სტრესი თუ არის, კაცი მაგ სტრესს გადალახავს ტესტოსტერონი აქვს ფაქტიურად და მაგით ესე ვთქვათ რაღაცა ვარიანტში მოინელებს იმ სტრესს და ასე შემდეგ. და ხალებს ეგ რო არ აქვთ, ყოველთვის ირევა ხომ უფრო მეწევს ფარისებულ ჯირკვალებს. ყოველას აქვს ხოლმე TSH-ი აქვთ მაღალი და არეული აქვთ ყოველთვის ის T3 და T4 რასაც ბაზრობ და კლასიკური კიდე ყველაზე მთავარი რაც არის. ციკლი რა ხარ აქვთ გოგოებს, უნდა მიაქციონონ ნორმალურად ფერიტის და ჰემოგლობინის ერიტროციტებს, ანუ რაღაცა ვარიანტში რკინა, რაღაცა ვარიანტში ბეჯგუფს ვიტამინები, მეთილკობალამინი უეჭველი, რკინა აქტიურად ციკლის პერიოდში, რკინა ბევრს გონია რომ ჯერ ფორმა ეცადეთ, რკინა ყოველთვის რკინა არის ესეთი ცუდი მინერალია, რომელიც შეთვისება და ბიო შესაბამისად შეთვისება აქვს, ძალიან ცუდი აქვს რა და ან უნდა მიიღოთ უმჯობესია თქვათ C ვიტამინთან ერთად, ან ყველაზე უმჯობესია C ვიტამინთან ერთად ფორმა B-ს სიგლინატი. და ყველაზე მთავარი რაც არის, ბევრს გონია რომ რახან თქვათ კომპანია რომელიმე თქვათ, რა ვიცი, აწერს თქვათ აი ამას რომ უნდა დაილიოს თქვათ ერთი კაფსულა serving size-ი არის. ხალხს გონიათ რომ ესე იგი serving size-ი ერთი და მეტი არ შეიძლება. არა ესე მასე, რკინა ისეთი ვარიანტია რომ თუ თქვათ აი გოგო თქვათ მოსულა კონსულტაციაზე და დაბალი აქვს ფერიტინი, ვაფშე დაბალი აქვს მიახლოებით აქვს 15-20 აქვს ძალიან დაბალი, მანდ დაჟე რაღაცა გარკვეული პერიოდი მიახლოებით ერთი 75-100 მილიგრამი თავისუფლად შეიძლება რომ დაილიოს რა. დაჟე შეიძლება მეტიც. ამიტომ მაგ დეტალებს რომ მიექციოს ყურადღება, ვერ გადაიკუნთებით გოგოებო მაგაზე არ შეგეშინდეთ. ეგ არის ფაქტიურად ესეთი გარკვეული სტერეოტიპების რაღაცა ვარიანტი. ვფიქრობ კიდე რამე საინტერესო მიახლოებით 3 და 4 თემას განვიხილო შემდეგ ვიდეოში. ეს უეჭველი უნდა გადამეღო და დანარჩენი ეგ არის ბიჭები რა. დაალოისეთ ვიდეო და კომენტარეთ, დანარჩენი ვისაც ფაქტიურად ჭირდება დახმარება ნებისმიერ სფეროში, რა ვიცი, რაც გინდა, რაც გაგიხარდებათ, ყველა welcome მომმართეთ. ეგ არის ბიჭები, ყველა იყავით ჯანზე, არ აგჯეროდეთ რაღაც გარკვეული ზღაპრების, ცოტა ამოდით, ინფორმაციული ველი უკვე ძალიან ხელმისაწვდომია, ანუ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა უკვე არის გარკვეული. ჩემ პერიოდში წარმოიდგინეთ რა. ეხლა გაჩნდა ბოლო 1 და 2 წელიწადი ფაქტიურად აქტიურად ეს ჩატი და რაღაცა და მე რაღაცა პოსტებს ვწერდი ხოლმე დაჟე 7 და 8 წლის წინ და მე ეს გზა გავიარე მაშინ, როცა დაჟე ინტერნეტიც კი არ იყო დაჟე საერთოდ. მაგას გეუბნებით აი 2000-იან წლებში დასაწყისში და რაღაცა, როცა აი რაღაც ინფორმაციის, რაღაც გარკვეული ვარიანტი ასე თქვი, bro science-ი რო იყო რომ გაჩუყუროთ ბაზრობდით თქვა რაღაც ვარიანტში რომ 8 გამეორება არის მასა, 15 გამეორება არის თქვა გამოშრობა, ეგეც სტერეოტიპი არის. ეს გზა ყველაფერი გავლილი მაგ და თქვენ აი რაც ეხავ ბაზრობ რა ვიცი ეს გადააზიარეთ ეს ვიდეო და ნუ გჯერათ რაღაცა გარკვეული მითების. ყველა იყავით ჯანზე, ყველას დროებით. Adiós.